გია, დილის 6 საათზე ვინ გირეკავს? ვინ არის? გია, 12 საათზე პრესკონფერენცია, ყველაფერი უარყავი, თქვი რომ ეს გარედან დაფინანსებული პროვოკაცია, მე მიშა პირდაპირ ეთერში დაამცირეზე, სახელით ახსენე. ჩემო დებო და ძმებო. ჭორები, ჩემი შვილის ტანსაცმელზე უცხოეთიდან დაფინანსებული პროვოკაცია. ჩემი შვილი ჩვენს ღირებულებზე გაიზარდა, ის ქართული ოცნების მემკვიდრეა. გია, საბუთები სამზარეულოს მაგიდაზე დაგრჩა. მოგიტანეთ. გია, ეს რა ხდება? ღმერთო ჩემო, კამერები. ნათია, არა, ნათიანე, გაიყვანე, შვილი მანქანაში დააბრუნესე, ნათია, გთხოვ. ვისი ბავშვია? მინისტრო ოცნებაცე, ეს თქვენი შვილია? ნაციონალური მოძრაობის ფერებში რატომ აცვია? ღმერთო ჩემო, ეს მისი შვილია. თვითონ მინისტრის პატარა, იმ პარტიის ფერებში. ყველაფერს ვიღებ. ეს ინტერნეტს მოედება. არა, გთხოვთ. ღმერთო, არა. ოღონდ ეს არა. გეხვეწებით. მიხეილი, ნაციონალური მოძრაობა. დედა. პირდაპირ ეთერში ვართ. მინისტრი ოცნების შვილმა ოპოზიციის ლიდერი სრული სახელით ახსენა. ოპოზიციურ პარტიას კი. დედა დაუძახა. შესწორებას ვიღებთ. ეს ჩვენი მთავრობის სცენარი არ არის. პარტია ოფიციალურად. მე ხარ შემიძლია. ნათია, მაპატიე. ყველაფერი დამთავრდა. მორჩა. დროა ოჯახი ქვეყნიდან გაიყვანო. ჩვენ ვერავიტანთ ასეთ წნეხს, ხვალვე გაფრინდით ქვეყნიდან.